მოხდება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყვეტა საქართველოს მერი. 9 აპრილის სამეფოსტატიურები დაგვწევიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში. Მათი კამერა. მათი კამერამენ. ჟურნალისტი ვარ. მერე ჩაწირე გავი. ბიჭო, მათ კამერას ტრაგში გადიდეთ. ჟურნალისტი ვარ. ჟურნალისტი. ჟურნალისტი ვარ და ტროტუარზე გავა. ვიცი მიხარ. პოლიცია ადგილზე არ არის. არ ვიცი რა ხდება გადაუსწრო. ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა ახლა სპეცდანიშნულების პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა ჩვენამდე რეპრესიების და დაბრკოლებების მიუხედავად მოიტანეს ქართველმა ჟურნალისტებმა. საქართველოს მედიის ქრონიკები 1993 წელს ფსიქიატრიულში გამოკეტილი ნაზი შამანაურიდან მზია ამაღლობლის სიმტკიცემდე რეპრესიული მანქანის პირისპირ აღმოჩენილი ბევრი ჟურნალისტის ისტორიას იტევს. ცოცხალი ისტორიები საქართველოს მედიის უახლესი ისტორიიდან, რომელიც ტოტალურ სიბნელეში სიმართლის წარმოჩენას ცდილობს. საქართველოს 30 წლიანი დამოუკიდებლობის გზაზე მრავალ დაბრკოლებას გადის და ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ ჟურნალისტების ძალისხმევითა და თავდადებით იღებს საზოგადოება ინფორმაციას. ყველაზე ცხელი წერტილებიდან, როგორიც არის 2008 წლის ოკუპაცია, ომი, რომელმაც 2 უცხოელი და 1 ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის სიცოცხლე იმსხვერპლა. უნიტაზები, матрасები, тетреули, пирсахоцები. Что это за вилка? Иди сюда, хорошо? Вилка откуда? Это тебе уже какая разница? Берите, иди отсюда, говорю тебе. რუსებმა განაცხადეს, რომ გორში შევიყვანთ ეხლა ჩვენ ჟურნალისტებს და ვანახებთ, რომ იქ ჩვენ არც მარადიორობთ და უცბად გამოდის გორის მხრიდან 2 ავტომანქანა, ბატყდა სროლები, ჩემს თვალწინ იყო Mercedes მარკის ავტომობილი, იქიდან გადმოიყვანეს მძღოლი და ფეხებში დაუცალეს, როგორც იტყვიან, ჭიდი. იქ ვიყავი, როცა ამერიკას ეგეთი რაღაცა მოხდა და თან დაზუსტებით ვერ მეუნებოდნენ ვინ დაიჭრა რა მოხდა. ისეთი მძიმე დღები გამოვიარეთ მანამდე რომ აი ეს დაჭრის მომენტს რაღაც ყველაზე მსუბუქად ვიხსენებ ხოლმე. მაშინ თან ჩვენ არ გქონდა არც ჯავშან ჟილეტები. საერთოდ არ ვიყავით მსად რა. მომზადებას საუბარი ზედმეტია. ყველა ცუდი ის არის, რომ კოორდინაციაც არასწორი ხდებოდა. ვისაც უნდა იმას ეწყინოს. არ ხდებოდა ქართული მედიის სწორი კოორდინაცია. მიუხედავად გუშინ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია პროტესტებიდან, სადაც სწორედ ჟურნალისტების შეუპოვრობით ვიგებთ იმ საზარელ ისტორიას, რომელსაც საქართველოს უახლესი წარსული ინახავს. ბოლო შემთხვევიდან უკვე ხვდები, რომ არანაირი განსხვავება აღარ არის არც იმ რაცა ძალადობრივ ჯგუფებსა და პოლიციას შორის, უკვე რომ მივდივარ და რაცა ქუჩაშიც კი რომ ხედავ, ერთნაირად უყურებ რაღაც კრიმინალური რაღაც დაჯგუფებას რაც როცა შევამჩნევ, ან რაღაცა პოლიციების ჯგუფს, რომელიც აი თუნდაც ცოტა ხნის წინ რაღაც ესე რაღაცნაირად სრულად უწყლიან სიტუაციაში ფაქტობრივად გაიტაცეს ინდიგოს ჟურნალისტი საბახმარო და დააკავეს სრულად აბსურდული მიზეზებით რა. ამიტომ შეზღუდვა, რასაც გრძნობრა უკვე მიჭირს მუშაობა გარეთ, ფაქტობრივად ყველაფერი უკავშირდება ბოლო 2 წელს. სპეცნაზმა მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენთაგანს ჟურნალისტებს გულისხმობ, ქონდა რაიმე ნიშანი იმისი, რომ არის ჟურნალისტი და ამის გარჩევა შეიძლება საკმაოდ დიდი ტერიტორიიდან, ეს იყო აკრედიტაციის ბარათები, ეს იყო კამერები, ეს იყო ფოტოაპარატები. მიუხედავად ამისა, სპეცნაზმა მიიტანა იერიში ჩვენზე. მე მესროლეს 4 ჯერ, ერთხელ მესროლეს ზურგში, შემდგომ ეს სპეცნაზი უკვე გვიახლოვდებოდა და ორი გასროლა მოხდა ჩემს ფერდზე, ზედიზედ. შუა ქუჩაზე, სავალ ნაწილზე, მანქანების სავალ ნაწილზე იდგა ერთი ახალგაზრდა რა,
უფრო ხისკენ რა, რაღაცა მოფარებულში. რაღაც ჩუმად იღებდა რა, ეს ძალიან ის პროფესიულად ასე ვთქვით რა. საწვიმარი ეცვა, TV წერა, ყვითელი საწვიმარი იყო. ერთ-ერთმა მაინც დაგვლანდა რა და აბა ვინახართ და წამოვიდი ამ ახალგაზრდისკენ რა და დაუწყო რაღაც კამერა, რაღაც საბუთი მაჩვენე, ის მაჩვენე და ამ დროს გადავიღე და წამოვიდა ერთ-ერთი აბა რომელი ხარ და დედის გინებით და ისა და მეთქი პრესა და მივაწვდე ჩემი ისა რა და სამ ეს კითხულობს არის საიდან გაჩნდა ახალგაზრდა შენი პრესაო და დამიშვეს ხელჯოხი მეთქი მოვიდა საბუთი მივდივარ ორჩა გათავდა წავედი ნუ გავბრუნდი მე ზურში მოხდა ერთი რამოდენიმეჯერ და მე წიხლები ბუნებრივი კატასტროფებიდან, რომლებზეც ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების მობილიზება სწორედ მედიის დამსახურებაა და სხვა, არაერთი მოვლენიდან, სადაც ჟურნალისტიკა გახდა სიმართლის ერთადერთი ხმა. მედიას ხშირად უწევდა ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა, რის გამოც ბევრჯერ გამხდარა ზეწოლისა და დევნის სამიზნე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის დღემდე გადარჩა და შენარჩუნდა როგორც კრიტიკული ინსტიტუტი. საქართველოს მედიის ქრონიკებს გამოვლილი აქვს არაერთი მძიმე ტერორის წლები. ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემა გამწვავდა, მაგრამ 2021 წლიდან რა უცებ დაგვიდგა მედიაში ეს პრობლემა 5 ივლისის შემდეგ. როდესაც 50 ჟურნალისტი ერთად დაშავდა და ლექს ლაშქარავა გარდაიცვალა და თავდასხმების შედეგად იქნა მოყოლებული ფაქტობრივად რუსული კანონის მეორეჯერ შემოტანამდე მაინც უფრო ვიცოდით ვის უნდა მოვრიდებოდით ქუჩაში ეს იყო ალტინფო ეს იყო რაღაცა კონსერვატიულად და მემარჯვენედ განწყობილი ჯგუფები და მე პირადად ამ ჯგუფის რო ვაშუქებდი უფრო რაღაცა დაფარული გავდიოდი ხოლმე და რაღაც ცდილობდი რომ ნაკლებად გამჩენილიყავი როგორც პრესა თუმცა როდესაც აგენტების კანონი მეორეჯერ შემოიტანეს რაღაცა რამდენიმე კვირით ადრე ეგრეთ წოდებული განხეთქილება მოხდა ალტინფოსა და ქართულ ოსტანას შორის და რაღაცნაირად ალტინფოს ფიჩი აიღო ქართულმა ოცნებამ ანუ რაღაცა კონსერვატიული ღირებულებები ოჯახის სიწმინდე ანტი-LGBT ნარატივი როგორც კი დადგა 5 ივლისი დილას აქ პარლამენტთან აქ ოპოზიციის კარობიც იყო გაშლილი დილას რომ მოვედი სადღაც 9:10-ისკენ უკვე პარლამენტთან მახსოვს რომ შემხვდა ჩემი კოლეგა რომელმაც მითხრა რომ აი რაღაც ძალიან უცნაურ დამოკიდებულებას გძნობ რომ პრესაო რომ აწერია თითქოს თარგეთი ვარო რაღაცა აგრესიისო უკვე ვრცელდებოდა ეს რაღაცა თავდასხმების ამბები და პირველი რაც გავაკეთე ნიუსრუმში თქვი რომ მეთქი ყველანაირი პრესის ნიშანი მოვიშოროთ, დიდი კამერები დავტოვოთ და რაღაცა ისე დაბალი ვიზიბილიტით გავაშუქოთ ეს თქვა და ანუ 5 ივლისი ესე ჩაიარა რომ მეც რაღაცა შავები მეცვა, რაღაც პატარა კამერით ვაშუქებდი და მაინც ორი მუქარა, სიკვდილის მუქარა მივიღე მაგ დღეს რომ მითხეს რომ აი ხა თუ გადამიღებ, მოკლავ ან რაღაცა არ მომიეხოლი და ასე შემდეგ. და ჩემს თვალწინ ორი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი სცემეს ალტიფავებმა და არსად პოლიცია არ იყო. დახიეს და დაწვეს. ევროკავშირიც და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მოძალადე ხელისუფლებას პასუხს აუცილებლად გასცემენ. თუმცა ამით პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები ზარალდება ქვეყნის იმიჯიც. რომ იმდენად მნიშვნელოვანი აქტია ეს რომ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას ვიღაცა ხსნის და ხევს ხო და წავს ეს თუ გაგვაშუქებინა და ესე უყურებდი ყოველთვის ალტინფოს აქციებს და ვაშუქებდი იქამდე სანამ შემეძლო სანამ რაღაც მომენტში თუ გახსოვთ ნატაფერაძის წინააღმდეგ რომ გამართეს აქციები ამ ეგრეთ წოდებული სტალინის ხატის შეფხალვის გამო მაგ დღეს არ ვიცი მე მგონი ჩემზე ინფორმაცია მიაწოდეს სადღაც ჯგუფს იმიტომ რომ ძალიან ბევრმა უცებ მიცნო და დაიწყეს რომ ეს აგენტია მარიამ ნიკურაძე რაღაცა და მოწოდებები ნუ ძალიან საშიში სიტუაცია იყო და მაგის შემდეგ მგონი ისედაც ერთი აქცია იყო სადაც უკვე მართლა პოლიცია დამყובოდა მაგრამ რაღაც მომენტში ალტიფოს საერთოდ გაქრა ქუჩიდან და ჩანაცვლა ტიტუშკები და ჩანაცვლა მასშტაბურ აქციებზე პოლიციით, რომელიც არ ერიდება ჟურნალისტს არც შენ პრეს პეიჯს, არც კამერას, არაფერს, ისე სცემა ჟურნალისტები და ისე დაუმტრია კამერები და წართვა და ისე მოექცა, რომ საერთოდ ის გახდა მოკეთ ჟურნალისტობა მათთვის ტრენდ აიგნორეს ეგ ფაქტი.
მეთოდები სხვადასხვანაირი აქვს. მუქარა სიკვდილის, მუქარა დაჭერის, მუქარა დახურვის მცდელობაც კი ჩვენ კონკრეტულად ჩვენზე არა, მაგრამ ჩვენს მეგობრებზე გვინახავს ფართოდ გავრცელებულია ეს და ყველამ ვიცით ფიზიკური ანგარიშწორება სიკვდილის პირას მიიყვანეს ჟურნალისტები. ასევე კანონებით შეზღუდვა, ეს არის კიდე ახალი. ანუ კანონები შემოდის ისეთი, რომლითაც უბრალოდ არ იძლევიან შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ და ვიარსებოთ ფაქტობრივად. ძალიან ბევრი მძიმე დღეების გავლა გვიწევს ჟურნალისტებს და ეხა უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია, რაც ოდესმე გადავხდენია თავს. ამას სულ ვიმეორებ, ეს არ არის ისეთი სიტყვები, ეს არის აბსოლუტური სიმართლე. ცოტა გიჟურად ჩანს, მაგრამ სხვა არ არის უბრალოდ გზა, რა უნდა გავაკეთოთ მეტი ხوار რაღაცა ეს გზა არ არის ეს გზა არ არის ერთი გზა არის წინ დგას რაღაცა მონსტრი რომელსაც უნდა რომ შეგჭამოს და შეგჭამოს სივრცე იქ არ დატოვეს არაფრის ამიტომ რაც არის ბევრი ადამიანის განადგურება მოუწევთ ბევრი ორგანიზაციის ბევრი პროტესტის ბევრი წინააღმდეგობის არ არის ეგრე რომ მე არ ვიზნებ რომ ჩვენ მარტო ვართ არის ეს ადამიანებში განწყობა არის ხა ჟურნალისტებს ველაპარაკები მედია ორგანიზაციებს ყველა მუშაობს. ეხლა რა ვიცი აბა 1400 კაცი თქვა კობახიძემ რომ ეს აგენტია ჟურნალისტების ნაწილში და ნუ 1400 კაცი თუ უნდა გააქრონ. ძირითადად ქალები ვართ თან. ოცნების ბრძოლა ქალების წინა. გვახსოვს იატაგვეშა სტამბები, სადაც პროკლამაციები, გაზეთები და სხვა რევოლუციური ლიტერატურა იბეჭდებოდა. საბჭოთა სისტემას დაპირისპირებული გორგასლიანის გაზეთები, ანტისაბჭოთა საქმიანობაში ეჭვმიტანილებად გამოცხადებული ჟურნალისტები, რედაქტორები და გამომცემლები, რომელიც დააპატიმრეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს. საბჭოთა კავშირში შექმნილი ცენზურის ორგანოები, დაზიანებული ჟურნალისტები სამოქალაქო ომის დროს. გიორგი სანაიას ტრაგიკული ისტორია, ოკუპანტების მიერ მოტაცებული და მოკვლელი ჟურნალისტები, იმედის დარბევა 2007 წელს. ამ დიქტატურას და ტირანიაში აჩერებს. ფინანსური პოლიციის ტერორი ტელეკომპანია იბერიაზე, მაესტროზე, პალიტრა მედიასა და სხვა მედია კომპანიებზე. დამფინანსებელ ომეგა ჯგუფზე ფინანსური ზეწოლა ხორციელდება, რომ ვეღარ მოხდეს იბერიის დაფინანსება და არხი გაითიშოს. ეს გავრცელებულ ვიდეო მასალაში რამდენიმე პოლიტიკოსისა და მედიის წარმომადგენლებსაც ემუქრებიან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებით. თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. მე მსგავსი შანტაჟის და მუხარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის განწყობაზე. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და ჟურნალისტების შანტაჟი. 2013 წლის 17 მაისი. რუსთავი 2-ის რთული გზა მთავარ არხამდე და მის მიღმა. ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ვიდგებით ბოლომდე. დიდი მადლობა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. 20 ივნისი და რეზინის ტყვეების წვიმა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე. 5 ივლისი და ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულად ჩამქრალი სიცოცხლე. უამრავი ნაცემი და დაჯარიმებული ჟურნალისტი. ეს არის თითოეული ჟურნალისტის ხმა, რომელიც მიუხედავად მუქარისა, ძალადობისა თუ დევნისა, არ ჩუმდება. როგორ დავხუროთ კრიტიკული ტელევიზიების სპეცრაზმის გამოყენების გარეშე? როგორ მოვიქცეთ თუ მათ ჟურნალისტებს, ოპერატორებს ვცემთ, მაგრამ ახალ გადაღებებზე მაინც დადიან? მათი სურვილია მაგალითად არ ვთქვათ რეჟიმის პატიმრები. ქართული ოცნება მიმართავს თავის მიერ კონტროლირებულ მარეგულირებელ კომისიას, რომ ამ ფრაზის გამო ტელევიზია დაისაჯოს. შემდეგ არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია. მათ სურთ, რომ ჩვენ ეს კომისია ლეგიტიმურად ვცნოთ. მათ სურთ დაგვიგზავნონ თქვა, რომ ეს რეჟიმის სასამართლოა. ანუ გავჩუმდეთ და არ გითხრათ, ვის ემორჩილება ეს სასამართლო.
სარჩელის ავტორი ქართული ოცნება მოპასუხევართ ჩვენ კრიტიკული მედია. TV პირველი ფორმულა მთავარი ბიძინა ივანიშვილს და მისი გუნდის წევრებს არ მოსწონთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. სწორედ ამიტომ დიდი სანქციებით ცდილობენ ჩვენს გაჩუმებას. ანუ არსებობის საკითხი არის, ეგზისტენციალური საკითხი არის და ამ პარალელურად გამოწვევებთან ერთად ხედავთ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დამოუკიდებელი მედია ასრულებს თავის მოვალეობას. კანონმდებლობის დონეზე პრაქტიკულად აკრძალულია დამოუკიდებელი მედია. მეორე მხარეს მე მედიას ვერ დავარქვი, ეს არის უბრალოდ პროპაგანდა, პროპაგანდის ინსტრუმენტები, თუმცა მედიის პროფესიას და ჟურნალისტიკას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. აქ დგას ტელევიზიის, ონლაინ მედიის, ცენტრალური და ადგილობრივი მედიის დამოუკიდებელი ჟურნალისტები და რასაც ჩვენ აქციების დროს არ ამარტო უყურებთ, ფიზიკური ძალადობის რისკის გათვალისწინებით მაინც აშუქებენ. ანუ ისტორიის ორ მხარეს დგანან, თავიანთ პროფესიას პატივს ისცემენ და აცნობიერებენ ამას. ამიტომ ამ საფრთხის პარალელურად მე ვხედავ, იმიტომ რომ ეს კანონმდებლობის მიღება, ეს ძალადობა ერთი ადამიანი ფორმალურადაც კი ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირი, არათუ პასუხისმგებაში არ არის მიცემული მაგალითად სასამართლო მიმდინარეობს და ასე შემდეგ. საჯაროდ იდენტიფიცირებასაც არ ახდენენ, აი ამ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, იმიტომ რომ აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ რეალურად მან ჩაიდინა ეს. ნუ ახლა თავსაკუთარ თავს ხო არ გაასამართლებენ. ტოტალური კოლაფსი არის სახელმწიფო ინსტიტუტების და ეს საფრთხე ერთის მხრივ, ასეთი ფიზიკური ძალადობა, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები, საკანონმდებლო ტერორი და პარალელურად ასეთი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ცნობია რომ სხვა გზა გამოსავალი არ არის. ან კომპრომისს ვერ გააკეთებ, როგორ გააკეთებ შეს მომავალზე კომპრომისს ქვეყნის მომავალზე. ამიტომ ეს წინააღმდეგობა მე იმედის იმას მაძლევს საფუძველს და რასაც ხედავ რომ ურთულესი მდგომარეობა, რეალობა, მაგრამ მასე ძლიერი რეალობა ის არის რომ მიდის დიდი წინააღმდეგობა საკუთარი და ქვეყნის მომავალისთვის. ზია მაღლობებს აკავებენ, ზია მაღლობებს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ, ზია მაღლობელი და ვიდეო ხალხები არ არსებობს იმ დანაშაულის, თქვენს მოჩაიდული დანაშაულის, რომელთაც მე ვარ კავშირში, როცა დაკავებულს გელაბასიაძის ოთახში რამდენჯერმე შემოვარდით, მაგინეთ, მაფრთხეთ, თქვენს თანაშრომელს სიაჩობაძეს წლის მოწოდება უბრძანეთ. მე რო დამაკავა პოლიცია რომელიც წერა ახალი დანაშაულები უფლებების ჩადის საფრთხე და ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. შესაბამისად, ყველა ამ გარემოების მხედველობაში გუნდების სასამართლო ადგილზე თარგმნილი გამოაცხადეს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, პროკურორის შრომმდგომლობა დაგმოხილდეს რაოდენობის ზიამაყობის მიმართ აპოცხომისების სახით გამოყენებული იქნეს პატიმრობა, რაოდენობის ზიამაყობის პატიმრობის ბაზისად თავდაიწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2025 წლის 12 იანვარი. აქტის სიზმრისთან დაკავშირებით საკმაოდ ძლიერი. გამგომარეობაში გამგომარეობაში უნდა ყოფილიყო პოლიციას რო ხელს დაარტყო, გამგომარეობაში უნდა იყოს. გაწეთლებული ქონდა სახე. შეიძლება შევაფასოთ პოლიციის რომ ტკივილი იყო წამიერი. შეიძლება ესე შეფასდეს. მიწუთია. ჩემს მიერ განცდილი ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში, რაც ძალიან ისე აღიქეს. მე უბრალოდ რა ვიცი, კითხვა მაქვს ლოგიკური. სახეში როცა გირთყამენ თავს გესწიან, თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რა ვიცი, ქართულ საკმაოდ კარგად ვსაუბრობ. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი ამ დროს, როდესაც სახეში ხელს უთხრამენ, რა ვიცი, მე განვიცადე ტკივილი. პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას. ეს არის აი ეს მოძრაობა. თუ ტკივილი ხანგრძლივი ხასიათის არის ავტომატურად, მაშინ შეიძლება რომ ადამიანი ნუ ეს ეხა მე არ აქ კვანტურ მედიცინაზე არ ვსაუბრობ, ეს ყველა ჩვენთაგანშია, ეს ყველა ჩვენთანგანაც გამოუცდია რა.
ეხლა რაც შეეხება ამ ვიდეოს თემას. ანუ აქ ბატონი ირაკლი რაც ხედავთ, რომ ზიას აი ამ სილის გაწმის შემდეგ მას მხოლოდ და მხოლოდ აღინიშნება ერთი რეაქცია, ეს არის თავდაცვა. აი თუ ხედავთ კადრში რომ უკან იხევა. ეს არის თავდაცვა, ესეც თანდაყოლილია, თუმცა არის ასევე შეძენილიც, რაც სპორტსმენებს აქვს ყველაზე კარგად განვითარებული. ზოგადად სიცოცხლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი. შესაბამისად მე როგორც სამედიცინო ექსპერტი ვაფასებ უშუალოდ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს. შესაბამისად რადგან სიცოცხლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, მე ჩემს მიერ არ იქნა შეფასებული. დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ არც ერთი ობიექტური ნიშანი რაიმე მისი ძალადობის თუ რაც ქვია არ აღენიშნებოდა პოლიციელს ზიას მიერ სილის გაწვრის შემდეგ. არც ერთი ობიექტური ნიშანი ძალადობის არ იყო ესო, რომ მას რაღაცა სერიოზული ზიანი მიადგა ჯანმრთელობისო. ასეთი განცხადება გააკეთა სასამართლოს ხტაზე და მაინც ადამიანი დღეს იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. წინასწარ პატიმრობაში და ლამის ყოველ სხდომაზე ჩვენ გვიმეორებენ, რომ ზია უნდა დარჩეს წინასწარ პატიმრობაში, იმიტომ რომ ეს რომ გაუშვათ კიდევ რაღაცა ახალ დანაშაულებს ჩაიდენს. აი აღარ ვიცი ამას რა ქვია სახელად, ეს არის აბსურდი, ეს არის უზნეობა. ეს არის უკვე ფაქტობრივად ტყუილად ის ადამიანი შეპყრობილი ყავთ, შეიძლება ასე ითქვას. აი თუ იყო დრო, როცა კრიმინალები შეიპყრობენ ხოლმე ადამიანებს, ჩვენი ხელისუფლება ზუსტად ისე იქცევა, როგორც კრიმინალი. ზია მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ მას ხლა გზა არ დაუტოვეს, რომ ეს გამოეხატა ეს თავისი მდგომარეობა, ეს გაიპროტესტებინა უბრალოდ ის მდგომარეობა რაშიც იყო, დააკავეს მოყვაჭყლეტაში, წაიქცა, გადაუარეს დაზიანებები ქონდა ექსპერტიზით არის დადასტურებული, სასწრაფო იყო გამოძახებული, იმიტომ რომ ცუდად იყო, არაფერი არ გაითვალისწინეს, გათელეს ადამიანი, ფაქტობრივად, გათელეს ადამიანი და ახლა უპირებია რომ გამოამწყდიან 7 წლით. 7 წლით. ნუ არ ვიცი, ამაზე სასტიკი რეჟიმი მე არ მახსოვს. არ ყოფილა ამაზე სასტიკ რეჟიმში ჩვენ როგორც ჟურნალისტებს არ გვიმუშავე. ეს არის სასტიკი, დაუნდობელი, მოძალადე რეჟიმი, რომელსაც უნდა არა რაღაცა ცალკეული ადამიანების გაჩუმება, არამედ საერთოდ სექტორის გაუქმება უნდა, ჟურნალისტიკის გაუქმება უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმება უნდა, იმიტომ რომ არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა, არ შეუძლია განსხვავებული აზრის. ამისთვის იბრძვის. ზია ამაღლობელის ციხეში ჯდომა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქართულ მედიას აქვს, დამოუკიდებელ მედიას აქვს. არ ვიცი, ამაზე მძიმე არაფერი არ ხდება. მერე არის ეს სხვა დანარჩენი. და მგონია რომ ზია ისჯება სამაგალითოდ ასევე რაღაცა შიშის და ტერორის შესაქმნელად, რომ სხვა მედიებს, ვინც თავის საქმეს პროფესიონალიზმით ასრულებენ, როგორც ზია ასრულებდა, შეეშინდეთ და რაღაცა დაფიქსდნენ და გადახედონ თავიანთ პროფესიას. ჯაბა და ცოტა ხანში ნახეთ, რომ საშინლად დაიძაბა სიტუაცია აჭარის მთავრობის სახლთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აგრესიული იყო პოლიცია და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ირაკლი გეგუაძე და გრიგოლ ბესელია. ოქმი რომ ზიამ ჩაიდინა დანაშაული, მიიჩნია უთხოვარად და თქვა რომ ზია განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს. ესე იგი არ არსებულ დანაშაულს, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობდა ადმინისტრაციულ საქმეზე, არ არსებულ დანაშაულს დააშენა ზიას პატიმრობა და თქვა რომ ზია ჩაიდენს განმეორებით დანაშაულს, მომეტებული საფრთხე არსებობს, ეს უწერია და ასევე თქვა რომ მოახდენს მოწმეებზე გავლენას. მერე აღმოჩნდა რომ ზიას საქმეში მოწმეები არავინ არ დაკითხეს გარდა პოლიციელებისა და ამ პოლიციელებიდან მხოლოდ 2 ადამიანი არის ღიად ცნობილი, ეს არის გეგუაძე ბესელია და დანარჩენი არიან ნიღბიანი პოლიციელები. მაგრამ ერთი ეპიზოდი არის კიდე მან საინტერესო, როდესაც მზია დააკავეს სისხლის სამართლით. ჩვენ ვცდილობდით რამდენიმე საათის განმავლობაში რომ მზიასთან შეგვაშვა ადვოკატები და ადვოკატებს არ უშვებდნენ. პირადად მე
დავრეკე ორჯერ მაინც გენინსპექციაში და ვითხოვდი რომ ადვოკატები შეუშვათ. ასევე ინტენსიურად რეკავდნენ, ორი ადვოკატი იყო, ერთი ორივე მზიას მეგობარი იყო სხვათა შორის, ინტენსიურად რეკავდნენ და ითხოვდნენ რომ მზიასთან ადვოკატები შეეშვათ გენინსპექციაში. და ადვოკატები 3 საათის განმავლობაში მზია იყო ამ რაღაცა რა ვიცი, აბსოლუტურად მოდი, არ გავცნობ სამართლებრივ ნიუანსებს და შეფასებებს და იყო მარტო დაცვის გარეშე, რაც ასევე არის კანონმდებლობის სერიოზული დარღვევა და ახლა მოწმები გამოდიან, ამბობენ პოლიციელი, მზიას თურმე არ უნდოდა, რომ დაცვა ყოლოდა ადვოკატები ყოფილიყო. ამ პერიოდში მოხდა ის, რომ დგებუაძე, რომელიც იყო რა ვიცი, გაცოფებული შევარდა მზიასთან და მის მიმართ ჰქონდა არასათანადო მოპყრობას ადგილი. ძალიან ბევრი ცუდი რამ გადაიტანა მზიამ იმღამეს ამ 3 საათის განმავლობაში, ვიდრე ადვოკატებს არ შეუშვებდნენ. ძალიან ბევრი ცუდი რამ გადაიტანა. მათ შორის ეს შეფურთხება არის ეპიზოდები, რომლებზედაც არ ვსაუბრობ სხვათა შორის, მინდა ახლა ვთქვა ეს, რომ არის ეპიზოდები, რომლებზედაც არ ვსაუბრობ, როგორც ექცეუდნენ მზიას და არის ეპიზოდები, რომლებიც ყველამ ვიცით, რომ მას შეაფურთხეს, მას აგინეს, რომ მიიწევდა რამდენჯერმე დააკავეს სხვათა შორის ქალმა პოლიციელმა, რომ არ ეცემა მზია ფიზიკურად ამ პოლიციის უფროს, ფორმაში ჩაცმულ კრიმინალს, ჩემის აზრით. და მეორე ეპიზოდია, მომენტი არის კიდე იქ, რომ ამ დროს იღებდნენ გადაწყვეტილებას აქ თბილისში რა ბრალი წარედგინათ მზიასთვის, როგორ ჩაეჭიდათ მზია, იმიტომ რომ მათ ხელში ჩაუვარდათ მედიის მენეჯერი, რომელიც მათთვის იყო ამდენი ხნის განმავლობაში პრობლემა. მათ ხელში ჩაუვარდათ ეს ადამიანი და აი ესე დაიგეგმა, ასე შეიკერა მზიას წინააღმდეგ საქმე. თორემ რო ნახოთ, არ არსებობს პრეცედენტი, როცა სილის გაწვნის გამო ფილმეს თავდასხმად გაუფორმდა, არათუ ქალს მზია ამ შემთხვევაში, როგორც ქალი მედია მენეჯერი, ისეც საინტერესო ეპიზოდია, ხო? არათუ ქალს, არამედ კაციც არ არსებობს, რომ ამ ტიპის სილის გაწვნისთვის ვინმე ამ ხელს სასჯელი ქონოდა, ბრალი ქონოდა წარდგენილი, უარესიც ჩვენ შევისწავლებთ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამათივე გადაწყვეტილებები, ამათივე რა ვიცი, აქტიური კლანის წევრი მოსამართლეების გადაწყვეტილებები, როდესაც თქვეს, რომ სილის გაწვნა არ არის თავდასხმა. მზია იქიდან თავისი ქცევით, თავისი მესიჯებით გვამხნევებს, ძალას გვაძლევს, მარტო მე არა, მარტო ჩვენ არა, როგორც ორგანიზაციის, არამედ მთლიანად ქართულ ჟურნალისტებს და მათ ერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვა საჯაროდ და გავიმეორებთ, რომ მზია იქნება ამ სისტემისთვის, მზია იქნება ეს ადამიანი, ვინც ამ სისტემას ჩამოშლის. როდის იქნება ეს, როგორ იქნება, ეს არ ვიცი, მაგრამ მზია არ იყო ცნობილი ადამიანი, მაგრამ მზიას აქვს ის ძალა შინაგანი, რომ აი ამ წინააღმდეგობა შეძლოს მან და ეს მონსტრი, რომელიც მის წინაშე დგას და ცდილობს, რომ გაანადგუროს როგორც ადამიანი, როგორც ქალი და როგორც პროფესიონალი, გაანადგუროს ყველა ნიშნით, ის ამ სისტემის პირისპირ დგას ძალიან წყნარად. თუ დააკვირდებით, ძალიან მტკიცედ და ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია სისტემამ წინ მზიას განწყობის შესაცვლელად. მზიას ქცევის შესაცვლელად. ხო, ადამიანებისთვის იქცა რაღაცა სიმბოლოდ. ადამიანი, რომელიც არსად არ ჩანდა, ძალიან ბევრს შრომობდა. არ უყვარდა საერთოდ არც კამერა, არც გამოჩენა, იქცა სიმბოლოდ. იქცა ბრძოლის სიმბოლოდ და იქცა პროფესიული ღირსების სიმბოლოდ. თავისუფლების სიმბოლოდ, დიახ. ეს არ იყო მისი არჩევანი, სამწუხაროდ ეს არ იყო მისი არჩევანი. ვერ გათვალეს ვისთან ჰქონდათ საქმე, იმიტომ რომ ხო არ წარმოედგინათ, რომ შეიძლება ვინმე ყოფილიყო ასეთი მტკიცე ადამიანი, რომ აი ამ პირობებში როგორშიც ის არის, არ არის ის კარგად მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ამ ფონზე, ის არის ასე მტკიცე და ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ამას ყველა ვერ შეიძლება დარწმუნებული. ეს არ იყო მისი არჩევანი. მაგრამ ასე მოხდა.
ფაქტია, რომ და ყველა ხედავთ ამას, ყველა ხედავთ ქუჩაშიც და მათ შორის ასე ხედავთ ტელევიზორებში, როგორ იცვლება მედია გარემო, იცვლება მკვეთრად უარყოფითი მიმართულებით. იხურებიან ტელევიზიები, იხურებიან გადაცემები, ჟურნალისტები მიდიან ემიგრაციაში, მაგრამ ჟურნალისტები რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებენ მუშაობას, აგრძელებენ ძალიან მძიმე გარემოში და ყავს პირველი ჟურნალისტი ქალიკატი მარიც, რაც მგონია რაც მკვეთრად თვალსაჩინო გახადა, რომ დღეს უკვე საქართველოში ამ სიტყვის მედიის თავისუფლების კუთხით არის საგანგაშო სიტუაცია. My name is Beka Korshia. I'm a journalist from Georgia. I say journalist, but lately they just mean someone who has not been arrested yet. You may know a lot about Georgia, but what you may not know is that Georgia has always stood and still stands on the strengths of women, on their endurance, their courage and their unwavering principles. Georgia stands because of working women, intelligent women, immigrant women, women who have not only raised families for decades, but who have also raised Georgia itself. But today I must say the name of one special woman loudly, just as loudly as her dedication and work have always been. That woman is my colleague, Mzia Amaglobeli, who is now a political prisoner, facing absurd charges. Mzia is the face of Georgian women and of Georgia itself, with her unbreakable character and strength. And today, as a journalist, I must say loudly and clearly once again, freedom for Mzia Amaglobeli. Hello, my name is Lena Schilling. I'm the youngest member of the European Parliament and I'm today here to support Mzia Amaglobeli. The question is why, and it's pretty obvious. This case is a political case and it's a question if we defend European values, democracies or not. And I'm here because I find it very important to say I myself was an activist once and I put a sticker somewhere and I'm now a member of the European Parliament and not imprisoned. And this case is followed and is closely looked also in Europe, in the European Union, and we are watching. That's also something we are seeing all across the world. There are brave women and journalists who are speaking up, who are saying their opinion, who are working for democracies, and they get treated also differently. When you join the European Union, it's not the government that joins, it's not the media that joins, it's not the parliament that joins, not the police that joins, it's not the civil society organizations. It's the whole country. And everywhere I go, I meet Georgian people and they say, thank you for the partnership, thank you for the friendship. We want to join the EU. We want to have a passport that says European Union, Georgia. We want that for ourselves, for our kids, for our grandkids. That is on offer. It's possible. But you have to be a liberal democracy, you have to respect human rights, you have to have freedom of the press, and so on and so forth. And that's why I'm here, because the case of Mzia Amaglobeli is a test for all of that. ამას არ აღიარებს ეს ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, ხო, შეიცვალა კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და პარალელურად ასეთი რთული ურთიერთობა ევროკავშირთან არასოდეს არ გქონია, ხო? შესაბამისად წავიდა ასევე რეპრესიული კანონების მიღება, ზოგადად დემოკრატიის რღვევა, იმ თუნდაც რუდიმენტური დემოკრატიის, რომელიც საქართველოში იყო, დასავლეთიდან შემოსული დახმარება, დასავლეთიდან შემოსული თანხები, რომელიც შესაბამისად დემოკრატიის განვითარების დღის წესრიგით მოქმედებენ. სწორედ ამისკენ არის მიმართული. ეს ეხება პირველ რიგში დარტყმის საგანი არის სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. თავისუფალი თუ არა, ყოველ შემთხვევაში განსხვავებული აზრის მქონე მედია საშუალებები. ამიტომ ეს სივრცე ნელ-ნელა ძალიან იზღუდება და იმ ასე ვთქვათ, მონაპოლარს, რასაც თავისუფალი საქართველო ქვია, თავისუფალი ქვეყანა, რომელიც იყო საქართველო, ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრება.
მკვეთრად ავიღოთ შეიცვალა ქვეყანამ კურსი და მოულოდნელად რაღაცა პროევროპული კურსიდან წავედით რუსეთის მიმართულებით არის რა მათ შორის სხვადასხვა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად და ბევრ ძალიან რაღაცა კარგ გამოთქმებთან ძალიან რადიკალურად განსხვავებულია ამ ორ სივრცეს შორის რაღაცა მედიის თავისუფლება და მედიის როლიც ხო მე არ მინდა რომ ვიყო რაღაცა პროპაგანდისტი და არ მინდა რომ ვიყო რაღაცის კარზე რაღაცების ჰიმნების მომღერალი ეს არ არის ჟურნალისტიკა და ესეთი არ უნდა იყოს ჟურნალისტიკა და ესეთი არ არის ჟურნალისტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში სადაც მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიტყვის თავისუფლება არის ძალიან მკვეთრად დაცული და ეს თანაბრად საჭიროა ჩვენ საზოგადოების ყველა წევრისთვის მათ შორის იმ ადამიანებისთვის ვინც ეხლა ფიქრობს რომ კარგად არის კომფორტულად არის იმიტომ რომ რაღაცა მართველ გუნდთან რაღაცა პირებთან რაღაცა მეგობრობს ძალიან ბევრ ადამიანს ეს დაჭიროებია დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი მედიას დიდად უწყობდა ხელს ევროკავშირი ამიტომ ფაქტობრივად ამითი ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის ერთ-ერთ ძალიან მყარ საფუძველს და ჩვენი საზოგადოებისთვის ბევრი ჩვენი თითოეული ქალ-მოქალაქის უფლებების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს რომელსაც თქვა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია რაღაცა რეფორმებს მოიცავს ის, რომელიც უკეთეს გარანტიებს იძლევა თუნდაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების და არა მარტო მედიაზე, ან ზოგადად რა იქ იყო რაღაც შრომის რეფორმა რაც გატარდა, ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასე შემდეგ, მათ შორის მედიის მხრივაც იყო რაღაცა ცვლილებები, რომელსაც აი ზუსტად ეს ევროკავშირის დაახლოება მოიცავდა, თუმცა რაღაცები უკან გაიწვიეს, ან რაღაცები ისეთი ფორმით მიიღეს, რაც ამ დირექტივებში საერთოდ არ იყო, მაგრამ მაუწყებლობის შესახებ კანონს რომ ირებდნენ და იქ იყო რაღაცა ტერორიზმის წინააღმდეგ მოწოდებების შესახებ ცნობები უნდა ყოფილიყო, შეაპარეს ისეთი ვერსია, რომელიც არავის ნანახი არ ქონდა მესამე წაკითხვამდე და იქაც კი მოახერხეს, რომ იმ ევროკავშირის დირექტივების ქვეშ შემოასაღეს ისეთი ვერსია, რომელიც მათთვის გამოსადეგი გახდა უფრო მედიის ეწოდისთვის და იქ ასეთი ცნება ჩადეს, რომელსაც გრძალავს, რომ მედიებმა გამოიყენონ. ის სიკეთეები, რაც უნდა ყოფილიყო, თქვათ, ევროკავშირის გაწევნების გზაზე, უკვე დიდი ხნის წინ აღარ არის. და ალბათ მხოლოდ უარყოფით რეფორმებს მოდეც ისეც იმდენი კანონი მიიღეს უკვე რომ არ ვიცი რაღა ევროკავშირი ფაქტობრივად ავტოკრატია არის. მცირდება ეს გავლენა და ეს როლი მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის დღეს ვინც არის სათავეში ისინი აბსოლუტურად მიუღებელი რიტორიკა აქვთ, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმულირებებით იხსენიებენ, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით იხსენიებენ და ფაქტობრივად საფრთხეში აყენებენ, რაც 30 წელი ვაშენეთ ნაბიჯ ეს პარტნიორობა ევროპასთან და ეხლა არასოდეს ყოფილვართ მართლა ისე ახლოს როგორც ეხლა ვართ და სწორედ ეხლა გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელმაც ეს ყველაფერი წყალში ჩაყარა, მთელი ნაშრომი და ასე ვთქვათ, ხელის ხელით ნაგუგმანები მოტანილი პარტნიორობა. 97 წლიდან ვარ ჟურნალისტი, 96 წელს დავიწყე, მაგრამ ძალიან აქა-იქ რაღაც ვერ მოვასწარი მთლიანად, რომ რაღაც დაკავებული ყოფილიყავი, ჭირდა სამსახურის შოვნა და 97 წლის ივნისიდან უკვე ფაქტობრივად შაბათი და კვირაც აღარ ჩამიგდია მე მგონი. ძალიან ბევრი გაჭიროება და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ შავი დღეები გვინახავს და გადაგხვდენია. იმიტომ რომ არავის არ უყვარს სიმართლის თქმა, განსაკუთრებით ხელისუფალს არ უყვარს სიმართლის თქმა და ის რომ სარკეში ჩაახედო და ხმამაღლა უთხრა, როგორი კორუმპირებულია, რანაირი გადაცდომები აქვს და როგორ ცუდად იყენებს ძალაუფლებას, რომელიც მოიპოვა ხალხის ხმებით და ამის გამო ხდებოდით ხოლმე ყოველთვის რაღაცა დევნის ობიექტები. მაშინ მაგალითად შევარდნაძის პერიოდში იყო მომენტი, რომ სიკვდილით გვემუქრებოდნენ, მაშინ 60 წუთი ჟურნალისტი ვიყავი, ჩემ მეგობრებსაც ემუქრებოდნენ, მეც მემუქრებოდნენ.
ერთ-ერთი სტრუქტურა ვამხილეთ კორუფციაში. რა თქმა უნდა, მაშინ არ დავემორჩილეთ იმ სიკვდილის მუქარას და ერთი გადაცემის ნაცვლად ჩვენ 3 და 4 გავაკეთეთ ზუსტად იმავე თემაზე, იმიტომ რომ როგორც კი დაემორჩილები ხელისუფალს, სულ ერთია თუ გინდა სიკვდილის მუქარა იყოს, იმ წუთში ხდები მძევალი. შენ აღარ ახარ თავისუფალი ჟურნალისტი და ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყავით ჟურნალისტები და არა მძევლები და არ იყო ადვილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი გაგქონდა. ჯიუტი ხალხი ვართ, ზოგადად გაუმძიებელი ჟურნალისტები. და ეს სიჯიუტე გშველის და თავისუფლების სიყვარული გშველის იმაში, რომ არასოდეს არავის არ დავემორჩილოთ, როცა გვავიწროვებენ და გზღუდავენ. ესე იყვნენ ჩემი მეგობრებიც, მათგან ავიღე ეს მაგალითი და რა ვიცი, ეს ამართლებს. მაშინ იყო ძალიან დიდი დაპირისპირება პროკურატურის, სასამართლოს, იგივე შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან მოდიოდა ყველანაირი წნეხი, მაგრამ მაგას გავუძელით. მე როცა სააკაშვილის ხელისუფლების დრო მოვიდა, ამ პერიოდში ყველაზე ცუდი რაც იყო ის იყო, რომ გადაცემა და დავრჩით ტელევიზიის გარეშე, იმიტომ რომ ტელევიზია ესე ჯავშანივით არის, ძალიან დიდი ზურგია ჟურნალისტისთვის. ის იმხელა სტრუქტურა, რომელიც მუშაობს და მარტო შინაარსზე გაფიქრობ ადამიანი, სულ შენ პროფესიაში ტრიალებ. განსხვავებით იმისგან, რომ როდესაც ჩვენ აღმოჩნდით ქუჩაში და ეჯევ დავაფუძნეთ, როცა გამოგვიშვა ქიბარ ხალვაშმა, იმიტომ რომ იყო სააკაშვილის ახლო მეგობარი მაშინ, ქიბარ ხალვაშმა დაგვიხურა გადაცემა. ჩვენ ამ ქუჩაში მოგვიწია ჯერ დააფუძნე ორგანიზაცია, მერე დაწერე პროექტი, რომ გრანტი მიიღო. პროექტის წერა არ ვიცოდით, არ იყო ეგ ჩვენი პროფესია და ჩვენთვის საინტერესო საქმე. დღესაც არ არის, მაგრამ იძულებული ვართ ვაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ და გავაგრძელოთ ჟურნალისტური გამოძიებების კეთება და ამიტომ ჩვენ გვიწევდა ეს მართვა ორგანიზაციის, რაღაც ბუღალტერიის კეთება და რაღაც, რა ვიცი, ჩვენ დავარბოდით ყველაფერი, რომ შეგვეძინა, ოფისები გვექირავა და ბევრი ისე საქმის კეთება მოგვიწია, რაც ტელევიზიაში მუშაობის დროს არ გვიწევდა და რა ვიცი, მე ძალიან ამან გაართულა ჩვენი ცხოვრება ძალიან. მერე ყველაზე დიდი სირთულე იყო უკვე ის, რომ რასაც ვაკეთებდით, მაყურებლამდე მიგვეტანა, იმიტომ რომ ტელევიზიაში აღარ ვიყავით, NGO-ში ვიყავით. მახსოვს ერთი პროექტი გქონდა, რომ როდესაც ვამზადებდით ჟურნალისტურ გამოძიებებს, რეგიონებში მიგქონდა და იქ ბიბლიოთეკებში და სხვა ესე იგი თავშეყრის ადგილებში გვინდოდა ხოლმე რომ ოფისებში არასამთავრობო ორგანიზაციების გვინდოდა რომ გვეჩვენებინა და ჩვენ რომ მივდიოდით დენიითი შებოდა ხოლმე იმ მომენტში და მე ხელმოცარულები უკამბრუნდებოდით. ასევე ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებებს თავიდან კინოსახში ვუშვებდით ხოლმე რომ თლათისი არ გამოსულიყო რომ ტყუილად მუშაობთ. კინოსახში ვესწრებოდით 1-50 ადამიანი და ჩვენს მიერ მოწვეული იგივე უფლება შეელახული პირები, არასამთავრობო სექტორიდან ადამიანები, ჩვენი მეგობრები, ექსპერტები და ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე, რომ იმ პერიოდში დღის სინათლეზე ვერ გადიოდა, რასაც ვაკეთებდით ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. ტელევიზიები უარს აცხადებდნენ, რომ ვუგზავნიდით DVD-ზე გადაწერილ ჩვენ ფილმებს, მაგრამ არავინ არ უშვებდა ეთერში, უფასოდაც კი. და ესეთი სირთულეები კარგ ხანს გაგრძელდა. მერე ჩვენ უკვე ნელ-ნელა და კავკასიაზე, მაესტროზე უკვე ნელ-ნელა უკვე 2007-8 წლიდან დავიწყეთ გასვლა. მაგრამ 2018 წლიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ ეთერში გასვლა. თუ ივანიშვილის პერიოდზე უნდა ვთქვა ორი სიტყვა, ისევ და ისევ ვიტყვი, რომ შემოიტანა რუსული კანონები და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ ვიარსებოთ. თავისუფალმა მედიამ არ იარსებოს. არნახულად ბევრ ფულს ხარჯავენ პროპაგანდაზე და არ იშურებენ ძალისხმევას,
რომ გააქრონ თავისუფალი მედია, საიდანაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაიგონ სიმართლე ხელისუფლების შესახებ. აი ეს არის. მესამე ნომრიდან იყო პრობლემები უკვე. მესამე ნომერში იყო რაღაც სტატია, ინტერვიუ უფრო სწორად, როცა თითების თეატრის ხელმძღვანელი რეჟისორი ლაპარაკობდა იმაზე, რომ თეატრში არ აქვს კარგი პირობები, სამუშაო გარემო არის ცუდი და შენობა არის სარემონტო უბრალოდ. აი ამაზე იყო რეაქცია, მაშინ მოგეხსენებათ, არ ვიცი თქვენ პატარები ხართ, მაგრამ არ მიხსენებათ, მაგრამ ასლან აბაშიძეს ქონა რაღაც ერთგვარი ავტორიტარული მოდელის მართლობა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან რა ტიპის კომუნიკაცია იყო მაშინ აქ შევარდნაძე იყო თბილისში არ ვიცი თან მეგობრებდნენ თან თითქოს ერთმანეთს არ ეთანამშრომლებოდნენ ესეთ რეჟიმში ცხოვრობდნენ და აი აბაშიძის რეჟიმისთვის ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ერთ-ერთი წარმოუდგენელი მცნება იყო და დაიწყო რეპრესიები ეს იყო რეპრესიების გრძელი გზა რა ვიცი შემდეგ გქონდა თავიდან არ გქონდა ფული, როგორც გითხართ, ერთად ფინანსები არ გქონდა. პროცესორი ეს ბევრჯერ მოუყე, მაგრამ მაინც ეს ესეთი ეპიზოდია ჩვენი ისტორიის, რომ პროცესორს ხსნიდით ხოლმე ერთი კომპიუტერი გქონდა და მიქონდა სტამბაში, რომ დაგვებეჭდა ეს ტირაჟი, ეს რაღაც 300 და შემდეგ ჩვენ თვითონ ვარიგებდით ამ ხელმომწერებზე და ეს შემდეგ ბოლოს მოხდა ისე, რომ რაღაცა სანდობა მოიპოვა ამ გამოცემამ, პოპულარობა მოიპოვა და გაიზარდა თან და 2009 წელს ჩვენ დაგვაჯილდოვეს ევროპის პრესის პრიზით. ძალიან დიდი როლი აქვს ჩამოყალიბებაში. აი ამ ტრენინგებმა, ამ სწავლებებმა დიდი ხნის წინ გავდიოდი ამ ყველაფერს მე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავისუფლების გააზრებაში, ვთქვათ ადამიანის უფლებების გააზრებაში, ხო, იყო რაღაც საკითხები, რომელსაც წარმოდგენა არ ქონდა, როცა ჩვენ ჟურნალისტიკა დავიწყეთ, მართალი გითხრათ. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ არც არაფერი არ ვიცოდით, არც ჟურნალისტიკაზე არ ვიცოდით არაფერი, არც პროფესიით ჟურნალისტი არა ვარ მე, არც ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების შესახებ დიდი ცოდნა შეიძლება არ ქონდა, უბრალოდ ჩვენი შინაგანი ბუნება როგორც ჩანს იყო ის, რომ რაღაცა არ გქონდა მიუღებლობა ბევრი საკითხის, მაგრამ არც ცოდნა არ გქონდა, ვთქვათ, რომ ეს როგორ უნდა შეგვეცვალა. ყველაფერი ეს ვისწავლეთ, გვასწავლეს, გაგვაძლიერეს, როგორც ცოდნით აღვიჭურვეთ ჩვენ, ისე ფინანსურად გვეხმარებოდნენ, რომ ჩვენ მე გითხარით, რომ ერთი კომპიუტერი გქონდათ, ხო, ეს კომპიუტერი როგორ შევიძინეთ კიდე ცალკე ისტორია, ახლა ამას არ მოვყვები, მაგრამ ტექნიკურად როცა ჟურნალისტიკას აკეთებ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რომ ტექნიკურად იყო აღჭურვილი, ტექნიკური უნარები გქონდეს, ერთია რომ შეიძლება წერა იცოდე, მაგრამ ჟურნალისტიკა არის სხვა რამე კიდე, ხო, ინფორმაციის გადამოწმება. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ ვისწავლეთ, გვასწავლეს, მე პირადად მასწავლეს და მე ძალიან მადლიერი ვარ, როგორც პატარა ბავშვს ხელი ჩასჭიდა ევროკავშირმა ამერიკამ და გვატარა ჩვენ ამ გზაზე რომ გვესწავლა ჟურნალისტიკა და ხელი არ გაგვიშეს და დღემდე ჩვენ მე ვგრძნობ მათ ხელს დღემდე მათ მეგობრობას ძალიან მჭიდროდ ვყავს ჩვენ არ გქონდა გაზი ჩვენ არ გქონდა ელექტროენერგია სიგნალებში ვიყავით უბრალოდ ჩვენ არ გქონდა წყალი ხო აბაზანებში ვაგროვებდით წყალს რომ რაღაცა საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ქონოდა აი ამ შაუბნელი პერიოდიდან, როცა ქვეყანაში არაფერი არ იყო გაჩერებული, იყო უიმედობა, იყო ნიჰილიზმი, იყო კორუფცია კი არა და კრიმინალი იყო, ხო? ყველაფერი იყო. ჩაჭიდეს ხელი ჩვენს ქვეყანას, ჩვენმა მეგობრებმა, პარტნიორებმა, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წამოგვაყენეს ფეხზე, გვასწავლეს სიარული და მოგვიყვანეს იქამდე, რომ სადაც არის ევროკავშირში ვაპირებდნენ ჩვენს მიღებას, ჩვენი ქვეყნის მიღებას, ხო? აი ასე იყო ზუსტად მედიურადაც რა. ასე გვასწავლეს, ასე ჩაგჭიდეს ხელი, გვასწავლეს, აღჭურვეს ცოდნით, ტექნიკურად და გითხრეს, რომ ეხლა თქვენს თავს მიხედეთ თქვენ, მუშაობთ, განავითარებთ თქვენი თავი, განავითარებთ თქვენი ქვეყანა. აი ამ ეტაპზე მოგვიყვანეს. მეტი რა შეიძლება ერთ მეგობარმა გაუკეთოს მეორეს, ხო? როგორც სახელმწიფოებრივად, ისე რა ქვია მაგას პიროვნული ურთიერთობებით, ხო? ყველაფერი გაგვიკეთეს, რისი გაკეთება შეიძლება ერთ ადამიანს და ერთ ქვეყანას მეორესთვის. ხოლმე პარტნიორები გვეხმარებოდნენ, დაიხვეწა ჩვენი შინაარსი, დაიხვეწა ჩვენი ვიზუალი, გაიზარდა გვერდების რაოდენობა, უკვე 24 გვერდზე გამოვდიოდით და
ფერადი გვერდი გქონდა 8, რომელსაც ესეც ამბავი იყო რა, სულ ჭირდა ამ ფერადი გვერდის გამოცემები, მაგრამ ჩაშვებები, მაგრამ ნუ ჯიუტად გქონდა. ხელმოწერები გქონდა ძალიან ბევრი უკვე და უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, როდესაც შეიძლება გამختارიყო გამოცემა თვითმკვარი. არ იყო თვითმკვარი, ძალიან ძვირი პერსპექტიული ვერსია, როგორც უკვე ვთქვი და აი ამ ეტაპზე ვიყავით უკვე რომ რაღაცა ჩვენი ისა რა ქვია ტირაჟი სწრაფი ტემპით იზრდებოდა, დისტრიბუციის ქსელი არ არსებობდა მაშინ ბათუმში, აჭარაში, შევქმნით რაღაც ჩვენი დისტრიბუციის ქსელი და ასე შემდეგ ამ ეტაპზე ვიყავით, როდესაც დაიწყო ომი, აგვისტოს ომი და ამან ყველაფერი შეცვალა. უკვე სულით წამოვიდა ყველაფერი და ჩვენი გამოცემებისთვისაც ეს მოხდა ის, რომ აი ტირაჟიც დაიკარგა, ეს აშენებული დისტრიბუციაც გაქრა, დაიშალა და დაუბრუნდით აი ამ რეჟიმში. ამ პერიოდში იყო, აი დევნაზე მითხარით, რომ მოდი ესე თქვათ, იყო ფიზიკური ანგარიშწორება, იყო ტექნიკის განადგურება, აი განსაკუთრებით ფოტოაპარატებს დევდნენ, არ ვიცი რამდენი ფოტოაპარატი დაგვიმტრეს, რამდენი ფოტოაპარატის ჩიპი წაგვართვეს. ხო, აი ტექნიკის დამტვრევა იყო და ფიზიკური ანგარიშწორებები იყო. ის რომ ვიღაცა გვაუქმებდა არ ყოფილა ის ერთხელ რაც იყო იმის შემდეგ ესეთი გამოწვევის წინაშე ხავთ გავართ არა მარტო ჩვენ არამედ მთელი ქართული მედია კრიტიკული დამოუკიდებელი მედია ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე რომ უნდა დაგხურონ და რა ვიცი არ ვიცი რა ინსტრუმენტებს გამოიყენებენ მაგრამ ეს ყველაფერი ეს ყველა კანონი რაც შემოიღეს არის იმისთვის განკუთვნილი რომ უნდა დაგხურონ სხვა განზრახვა არ არის ამ კანონების უკან არის ეს და ხო 2009 წელს გქონდა ეს გარდამტეხი ამბავი იყო, როდესაც ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან ძალიან წითელი ხაზები გადაკვეთეს, როცა დაიწყეს ჩვენი თანამშრომლის შანტაჟი პირადი ცხოვრებით. მათ ეს არ გამოვიდათ, ჩვენ არ დავემორჩილეთ არც ერთ შანტაჟს, ეს იყო ძალიან ამაზრზენი ფაქტი, რაც ჩვენ თავს მოხდა ჩვენ შეგვემთხვა 2009 წელს ეს კუდის ნაწილი იყო, ანუ კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტი გვაშანტაჟებდა პირადი ცხოვრებით რაღაცა გაუგუნარი ბინძური მეთოდებით და ჩვენ მაშინ როცა ამ მსგავსის პირად რაღაცებზე ყველა დუმდა და ყველასთვის ძალიან რთული იყო ამაზე საუბარი ჩვენ ბრიფინგი გავმართეთ და საჯაროდ ვილაპარაკეთ და ესე გადავარჩინეთ და საერთოდ ჟურნალისტიკაში გადარჩენის ყველაზე მთავარი იარაღი არის რომ უნდა ვილაპარაკო და ინფორმაცია რომელიც შენი გაქვს უნდა მოიშორო ძალიან სწრაფად იმიტომ რომ ჩვენ აქ ადამიანებს არ გვებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან როგორც ჟურნალისტებს. ჩვენ რაღაც ინფორმაციის მატარებლები რომ ვართ, აი ეს არის ჩვენთვის საფრთხე, ამიტომ ჩვენ ინფორმაციას ვიშორებთ ძალიან ესე რა ქვია, ეფექტურად, ეს კარგად ვიცით. და შესაბამისად მოვიშორეთ ეს ინფორმაციაც, გავუმართეთ ბრიფინგი და ვთქვით რომ ჩვენ გვაშანტაჟებენ პირადი ცხოვრებით. გამოგონილი რაღაცა კადრებით, რაღაცა რეალური კადრებით და ასე შემდეგ. ამათ შემთხვევაში ჩვენ არ გვქონია ბოლო პერიოდამდე არავითარი ესეთი ფიზიკური ან რაღაცა სერიოზული ზეწოლა არ გვქონია ნამდვილად. გარდა იმ პერიოდისა, როცა ეს რუსული კანონი შემოიტანეს. მანამდე სხვა ჟურნალისტებს ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ ბევრი სერიოზული პრობლემა, ჩვენ ჰქონდა ნახეთ როგორი პრობლემა, რომ აი ეგ რაღაცა ძალიან დიდი ინსტიტუცია შემოგვისიეს ტროლების და ჩვენ დისკრედიტაცია ხდებოდა სოციალურ ქსელებში, ან ჟურნალისტების შეურაცხყოფა, ან რაღაცა პირადი მუხარები, რომ ბიჭო, აი ახლა შენ ასეთო, შენ ისეთო. აი ესეთი რეჟიმში ვიყავით, სარგვაწყვეტენ საჯარო ინფორმაციას, კომუნიკაციას საერთოდ არ გქონდათ და არავითარ სურვილი არ გქონდათ, რომ ჩვენთან ანგარიშვალდებულები არ გრძნობდნენ ისინი ჩვენი აუდიტორიის წინაშე, რომ თავს რომ რაღაცა ეთქვათ ან კომენტარი ანუ ამ რეჟიმში ვიყავით, მაგრამ ის რომ ვიღაცა ფიზიკურად გვისწორდებოდა ან რაღაცას გვინადგურებდა ან რაღაცა საფრთხის ქვეშ ვიყავით ფიზიკური, ეგეთი რამ არ გქონია. ბევრ სხვა ჩვენს კოლეგას ჰქონდა ეს გამოცდილებაც, მაგრამ ჩვენ არ გქონია. მაგრამ როდესაც დაიწყო ეს რუსული კანონის შემოტანის მცდელობები, როცა გაუჩნდათ ეს მნება, რომ უნდა უკრაინაში ომი დაიწყო და უკვე დროა, რომ ნამდვილი სახე გამოიჩინოდა ეს რაღაცა რუსული მოდელი შემოიტანოს სწრაფ-სწრაფად დანერგონ. აი მაშინ ჩვენ უკვე დავიწყეთ რეალურ წინააღმდეგობა, ჩვენ ვიყავით პირველები, რომელმაც დავწერეთ, რომ ჩვენ ამ კანონს არ ვემორჩილებით.
საჯაროდ დავწერეთ, გვეუბნებოდნენ რომ ესეც კანონის დარღვევა და ამაზეც აგვთ პასუხი. გითხარით რომ ჩვენ ვაგებთ ამაზე პასუხს, ჩვენ ამ კანონს არ ვართ მორჩილებით, იმიტომ ეს არის ანტიკონსტიტუციური. აი მაშინ გავხდით უკვე კიდე მთავარი სამიზნე. სადაც ჩვენ ჩავდექით აი ამ წინააღმდეგობის რეჟიმში, ეს იყო დომინეს ეფექტი მიიღო ამან ყველა მედია მერე თქვა საჯაროდ რომ ის არ დაემორჩილებოდა ამ კანონს. მერე მოხდა ის, რაც მოხდა, რომ ეს კანონი ვერ ამოქმედეს, მიიღეს, მაგრამ რაღაცნაირად, რა ვიცი, გაიჭერდნენ ამ კანონში თვითონაც და მალევე აი ეს რაღაცა ამდენი კანონი შემოყარეს ესეთი ტემპის რუსეთში მე ერთ რუსეთის ექსპერტს ესაუბრე უცხოელს და ასეთი რამ თქვა და სულ მახსოვს რომ რუსეთმა რაც გააკეთა 8 წელი რუსეთს რისი გაკეთებისთვისაც 8 წელი დასჭირდა საქართველოს აი ამ ქართული ოცნების მთავრობამ ეს გააკეთა 3 თვეში აი ამ სწრაფი ტემპით შემოიღეს ეს რაღაცა კანონები რომელიც პირდაპირ გუდავს არ ვიტოვებს სივრცეს რომ ვიარსებოთ ვიყოთ ფიზიკურად და ველოდები რომ კი მათ უნდათ რომ ჩვენ დავრეგისტრირდეთ აგენტებად ჩვენ აგენტები არა ვართ ჩვენ ამ ქვეყნის განვითარების ინტერესებით მსახურობდით ყოველთვის არ არის სტრაფარეტული სიტყვები მართლა მუშაობდით იმისთვის რომ აქ ყოფილიყო საუკეთესო გარემო აქ ყოფილიყო განვითარება აქ ყოფილიყო განათლება ამაზე მუშაობდით და არ შეიძლება და კორუფცია ყოფილიყო რაღაცა რა ვიცი რაღაც წარმოუდგენელ შემჭირებულ ვადებში წარმოუდგენელი ქონებები არ დაეგროვებინათ რა კონკრეტულ ადამიანებს ამაზე მუშაობდით ეს როგორ შეიძლება ეს ვისი ინტერესია თუ არა ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ინტერესი ამიტომაც აღმოჩნდით სამიზნე და ამიტომაც ვფიქრობ რომ არ გამოვრიცხავთ ფიზიკურ ანგარიშწორებას არა ყველაფერს ველოდები მოკლედ რომ ჩვენ ვართ რეალური საფრთხის წინაშე ჩვენ ამას აღვიქვამთ ჩვენ ეს ვიცით ჩვენს წინაშე რა საფრთხები არის აბსოლუტურად გაზრებული გვაქვს არ არის ეს რომ არ ვიცოდეთ რა ხდება მაგრამ ნუ ხო ეგ არის საქართველოში ამჟამად არ კარგავს აქტუალობას პოლიტიკური რეპრესიები, მედიაზე ზეწოლისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხები. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მთავრობას შეესრულებინა ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა პრესის თავისუფლების შესახებ, გაზარდა ზეწოლა და შემოიტანა ისეთი დიქტატორული კანონები, როგორიც არის ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, ფარა, გრანტების კანონი, მაუწყებლის კანონი, LGBT კანონი და სხვა. რატომ შემცირდა მედიის თავისუფლება და როგორ მოვედით აქამდე? ზოგჯერ ჩემი მეგობრები ამბობენ ხოლმე, რომ როგორ მოვედით აქამდე. მე ზუსტად ვიცი, როგორც მოვედით აქამდე. მე შევეცადე, რომ გამიაზრებინა. იმიტომ რომ 2013 წელს, როცა თქვეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ სასამართლო რეფორმა და ეს სასამართლო რეფორმა ჩავარდა და მურუსიძეს ჩაეხუტა ივანიშვილი, მაშინ რა ვიცი, საზოგადოებამ ღიმილ-ღიმილით გაატარა ეს ფაქტი. ეს იყო იმის მთავარი ნიშანი, რომ ივანიშვილმა სასამართლო სისტემა ჯიბესში ჩაისვა, ასე ვთქვათ, და მთელი სასამართლო სისტემა ისევ კლანმა გააკონტროლა, არ შეიცვალა იქ არაფერი, შეიძლება ითქვას, პირიქით უფრო განიმტკიცეს ძალაუფლება და ხალხმა ეს გავატარეთ. პირველი რუსული კანონი რო შემოაგორეს, ყველაზე მეტი აღშფოთებული და ესეთები ვიყავით, რომ ამას რა საკეთებენ არც ასე ვთქვათ, ჯერ პირველი იყო ეს შემოგორება და მაშინ გავგიჟდით ყველანი და გაოგნებული ვიყავით და გამოხატავდით ღიად, რა თქმა უნდა, მაშინაც ჩვენს პროტესტს. პირველი რაც დაიწყო, გვითვალთვალებდნენ რაღაცა, ვერც მივხვდით რატო გვითვალთვალებდნენ. მე აღმოჩნდა, რომ სახლთან გაგვიკრეს დიდი პლაკატები, ჩემს სახლთან. უბრალოდ პირველი გააკრეს ეს პლაკატები ჩვენი ოფისის მიმდებარე სადარბაზოში. წარწერები იყო ასეთი, ფულზე გაყიდული აგენტი. აგენტების ადგილი საქართველოში არ არის. და კი იყო ჩემი სურათი, მაგრამ ზედ ეწერა სტუდია მონიტორის ლოგო, წარწერა სტუდია მონიტორი და თქვენი ადგილი აქ აღარ არის, აგენტების ბუდე, ესეთი წარწერები, ეხლაც არის იქით. იმიტომ რომ ყველაფერი ვერ წავშალეთ.
ასეთივე წარწერები იყო ჩემს სახლთან. ასეთივე წარწერები დამხვდა მანქანაზე. შესასვლელის, სახლის შესასვლელის წინ იდგა ჩემი მანქანა და იმ მანქანაზე რაღაც საშინელი წარწერები გააკეთეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა სატელეფონო ზარები. ზარებში მე მოვახერხე და ჩავიწირე კიდეც ერთი ზარი და ვეკითხებოდი, რომ რატომ გვაგინებთ მეთქი ასე ძალიან და ასეთი სიტყვებით თქო და მან თქვა, რომ რატო იხსენიებო ევროპული გამჭვირვალობის კანონს, როგორც რუსულ კანონს, რატო ეძახიო, აი ამიტომ გაგინებო. და კიდევ გააგრძელა ეს გინება. დიდი რეპრესიები კი ნამდვილად იყო. დიტო სამხარაძემ გამოაქვეყნა პოსტი და საშინელი მუქარა იყო იქ, რომ ერთმანეთს ვერ იცნობთ, ისეთ დღეში ჩაგაგდებთო, ჯერ სადახართო. ანუ ფაქტობრივად თავზე აიღო, ის ზუსტად იცით რა ვიდეო იყო, როგორ აკეთებენ წარწერას, სამშობლოს მოღალატე და რაღაცა და აიო რა გიქენითო და ჯერ სადახართო და ახლობით ამ პათოსის ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა და ამას აკეთებდა ქართული ოცნების დეპუტატი და რაღაცა ჩინიც ჰქონდა იმ პერიოდში როგორც მახსოვს. ამ ადგილას პარლამენტის ფასადის კუთხეში, სადაც როგორც წესი სულ განახორციელა ჟურნალისტები, როცა რაღაც მომენტში ზემოდან პოლიციის კორდონიდან უცებ ეს მოულოდნელად გამოიქცა დიდი ჯგუფი, რამდენიმე 10 პოლიციელი უცებ გამოიქცა და რაღაც ყველამ ჩათვალეთ, რომ უნდა დაიკავებინათ ერთი ბიჭი, რომელიც იყო მაღლა ასული ფასადზე. ძალიან ესე უხეშად შემოცვნენ პირდაპირ ჟურნალისტებში მოისროლეს ოპერატორებით, ფოტოგრაფებით და მეც აი ამ დროს ცოტა უკან დავიხიე, რომ ხელი არ შემეშალა და ამ დროს ვიგრძენე უკიდან რაღაცა შემბოჭა და პირდაპირ შემათრიეს და უკვე დაიწყეს მე კორდონში ჩემი შეთრევა. მე რაღაცა მაშინ დავიწყე ახსნა, რომ ჟურნალისტი ვარ, ასაკეთებთ, მეკეთებ კამერაც, მქონდა ბეიჯიც, რა თქმა უნდა, ჩაფხუტიც, მაგრამ ეს არ ჭრიდა, მალევე პირდაპირ დაიწყეს ჩემი ცემა. არ მომისმენია სიტყვა რომ რაღაცა გაკავებთ და აკავეთ ესეთი რამე, არა, პირდაპირ უბრალოდ მოვკიდა ვიღაცა ხელი და შემათრიეს და დამიწყო ესე ჯგუფმა ესე წრეში მოქცეულა და ცემა. და იქაც როგორღაც ვიძახდი რომ ჟურნალისტი ვარ, ამ დროს ეს გავიგე რომ რაღაც ამ პროფესიის კუთხითაც შემაგინესო და ჟურნალისტი ვარ, მაგიტომაც რაღაც შენიდედა და მივხვდი რომ ეს უკვე აზრი აღარ ქონდა არაფერს, უბრალოდ მე ვცდილობდი რომ გადამერჩინა ჩემი თავი, ჩემი ტექნიკა, ჩახრილი მქონდა რაღაცა და ვცდილობდი დამეცი თავი, მაგრამ იმ ჯგუფში ფაქტობრივად ანუ შეუძლებელი იყო თავის დაცვაც კი. წამგლიჯეს ან ჩაფხუტი, აირწინაღი, ამას მირტყავდნენ მერე უკან. წამართვეს კამერები, მომგლიჯეს ბეიჯი და თან რა თქმა უნდა მაგინებდნენ ამცენ მე ვცდილობდი ამ რაღაცა ფოტოგრაფი ვარ, რაღაცა გადარჩენის ინსტინქტი იყო, რომ რაღაცა მომესინჯა, რამე თუ რაღაცა მოვალბობდა მან თქოს რაღაცა თუ მაინც იტყვნენ, რომ აი კარგი გაუშვათ, მაგრამ არა, ანუ აი მე ხა გახდი ფოტოგრაფი და აი მას თან დაცინვა და თან ეს გინება და მომდით ესეთ ხმა ჯგუფურად რაღაცა თითქოს აი ეს მართლა ვიღაცა კრიმინალები შემოგვიხდნენ და ახლოთ აი ესეთი შეგრძნება მქონდა. და აი მე უკვე კარგად გული იჯერეს, მე ნენელა უკვე დაიწყეს გათრევა და მაგ დროს გავიგე უკვე ვიღაც პირველად სიტყვა რომ ეს გაიყვანეთ და აკავეთ და რაცა მე გამატარეს ესე კორიდორში უკვე ზემოთ, სადაც ჭიჭინაძის ქუჩის ბოლომდე იყო რაღაც ესეთი კორიდორი, სადაც ასევე ყველა გიფტყავდა და მაშინ უკანა რიგებიდან, ანუ ძალიან მონდომებულები იყვნენ, ძალიან მოსწონდათ ეს პროცესი და უკანა რიგებიდანაც კი ხედავდი თვალს გავუქოვდი რომ პროცესები იწენენ რომ დაერტყათ და იქ უკვე რაღაც ერთ მომენტში ერთ-ერთი ხელი ძალიან სიძლიერად მოხვდა, დავეცი, გავითიშე და რაღაც თვალ რო გავახილე, მაშინ უკვე დავინახე ფიხიც მოხვდა სახეში და სავარდენი დროს გამიტყდა ცხვირი, ჯენ უკვე სიცხეც მომდიოდა და აი ამ დროს უკვე ამაყენეს, ამათრიეს და გადამათრიეს უკვე პარლამენტის უკან, 9 აპრილის ქუჩასკენ, სადაც უკვე დამხვდა დაკავების მანქანები, მინივენები და უკვე საპატრულო პოლიცია. მანამდე აქ იყო რაღაცა ნიღბიანი პირები, შერეული ჯგუფი იყო. არ ვიცი რომელ დეპარტამენტი, მაგრამ ყველას უმეტესობას ვად ნიღაბი ეკეთა, ერთი-ორი საპატრულო პოლიციაც იყო. იქ უკვე პატრულმა გადამიბარა ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად. სულ მახსენდება ეს ერთი აქცია, რომელიც ალტიფო მოაწყო ქართული ოცნების ოფისთან, დაწვეს დროშა, რომ ვითომ ანუ რაღაცა არ დაარეგისტრირეს პარტია ასე შემდეგ და მაგ დღეს მახსოვს პოლიცია გვიცავდა ჟურნალისტებს აქციაზე, ესე მოგვამაგრეს 5-5 თუ 4 პოლიციელი, რომელიც დაყვებოდა, რომ აი დავეცვით ალტიფოს თავდასხმისგან, თუმცა ძალიან მალევე უკვე პირველი მოსმენა რომ იყო აგენტობის კანონის პარლამენტში, პირველივე მოსმენის დღეს იყო მოულოდნელი დარბევა, როდესაც პოლიციელებმა
არ დაინდეს მათ შორის ჟურნალისტები, პროტესტის მონაწილეების, მაგრამ მათ შორის ჟურნალისტების მეც შემოშალა ხელი ჩემს თვალწინ გიორგი ბასხაჯაურს, ვიცი, ანუ იქვე თავს დაესხა და ცხვირი იქონდა გადახილი. იქიდან მოყოლებული უკვე ფაქტობრივად მტერი ქუჩაში გახდა პოლიცია, რომლის გვიცავდეს ეხლა არ გვიცავს და ჩემთვისაც ეს გამოცდილებები მაქედან მოყოლებული იცვლება. ანუ პირველად როდის იყო? ალბათ გავრილოვის ღამეს იყო, როცა ფიზიკურად დავშავდი, იმიტომ რომ ტყვის რეზინის ტყია მოხდა სუბუქად, მაგრამ მაინც და ქვაც იმავე დღეს მოხდა. და მაქედან მოყოლებული უკვე სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დარბაზები, თუ მანამდე კლუბების რეიდები რო იყო, მაშინ სპეცნაზელმა ფეხით ჩამარტყა ყელში თვა, მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, რომ შემეძლო ჩემ უფლებებზე სადღაც მეჩივლა და რაღაც მეკნა. მაგრამ ეს იყო ხოლმე საერთოდ აი უკრაინაში ომის დაწყებამდე ხო, თუნდაც 5 ივლისიც ვიცი რომ მანამდე იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ძალიან დიდი ღელვარების საგანი იყო ხოლმე, როცა მედიას რამე ემართებოდა. თუნდაც ერთეული განცალკევებული შემთხვევა ყოფილიყო, რომ ვიღაცას თავს დასხმოდნენ, ან რაღაცა მედიას დამარცხნოდა თვითონ და ეს იყო რაღაც კვირის თემა შეიძლება ყოფილიყო. დღეს ესეთი რაღაცები ხდება დღეში 3-ჯერ. და იმდენი რაღაცა ხდება ამასთან დამატებით, რომ იქ ვიღაცას კლავენ, იქ ახალი კანონია, იქ ვიღაცას ჯიან, იქ ვიღაცას სამართლოდ რაღაცას 10 წლით სვამენ ციხეში, ანუ აღარ არის შემაშფოთებელი ის, რაც მაშინ ადრე ძალიან დრამატულად აღიქმებოდა, აი ამ თუნდაც 5 ივლისამდე და თუნდაც გავრილოვის ღამე და ამ შემდეგ ისეთ ინტენსივობით მიდის ქვეყანა უკან, რომ დროც არ არის, რომ რაღაცებზე ვიფიქროთ და რაღაცები გადავიაზროთ. ჯერ კიდევ 28 ნოემბრამდეც კი, ანუ როდესაც ოპოზიცია მართავდა უკვე აქციებს არჩევნების გაყალბების შემდეგ, იქაც დარბაზების პერიოდში მქონდა რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც პოლიციამ ხელი შემიშალა, ტელეფონი დამიგდო, ესეთ რაღაცები იყო. თუმცა 28 ნოემბრის მერე უფრო გამწვავდა სიტუაცია. მე მაქვს ესეთი შთაბეჭდილება, რომ განსაკუთრებით პირველ 2 დღეს პოლიციას ჰქონდა დავალებული, რომ სამაგალითოდ ეჩვენებინა ჟურნალისტებზე თავდასხმა, მათ შორის კამერაზე, მათ შორის არ მოვიდებოდნენ პირდაპირ ეთერს. პირველივე დღეს, ანუ პირველივე დარბაზის დროს აქ პარლამენტის წინ ვაშუქებდი, მას რა ქვია, დარბევას, როდესაც სპეცრაზმა უკვე ძალის გამოყენება დაიწყო და წყლის ჭავლით დამიზნებით მოხდა, ზემოთ ვიდექთ მარტო ჟურნალისტები იქნენ იქ, ჩამოვარდი და პირველი კამერა გამიტყდა მან, თუმცა მალევე გავაგრძელე მუშაობა და რაღაც 10-15 წუთში რუსთაველს წმენდნენ უკვე ხალხისგან და მეორე წლის ჭავლის მანქანის ჭავლის შეფებით დამიცვალა სახე და მაშინ რაღაც გარეული იყო სითხე, რომელიც მომწამლა და ისიც ვერ გავხდი, რომ ფაქტობრივად დავკარგე მობილობის, ანუ არ შემეძლო რა გადაადგილება და კოლეგამ მიცნე გვერდით გამიყვანა, თუმცა ან დღემდე იმათთაგანი ვარ, ვისაც რაღაცა ეფექტები აქვს ამ მოწამვლისგან, ხშირად მომდის ხოლმე ცხვირიდან სისხლი მაქედან მოყოლებული და მაგას ვაბრალებ და ვიცი რომ სხვაებიც არიან ესეთი ადამიანები. უკვე იმავე ღამეს დაახლოებით 2-ჯერ დამიგდეს ტელეფონი, მე მოვყევი ალყაში, ჩემ დაკავებას სცადეს და მანდაც რაღაც დაზიანებები მივიღე. და მე უკვე რამდენიმე დღეს ჩავალ 6 დეკემბერს კიდევ ერთხელ სცადეს ჩემი დაკავება და რა უთხარ ჟურნალისტი ვარ თქო, კედელზე მიხეთქეს და მეორე კამერაც მაგას გამიტყდა. ეს იყო რაღაცა ქუჩის გამოცდილება ამ დარბაზების დროს მე რაც მქონდა, თუმცა ჩემი გამოცდილებები რა შედარებაა სხვაებთან მიმართებაში. დღეს უფრო ანუ აქციებზე არ არის ხოლმე ესე მაინდა-მაინც დიდი ძალის გამოყენება, თუ დაძაბულობა არ არის და დაკავებები არ ხდება და მაგ დროს ძალიან უხეშები არიან ხოლმე ყველას მიმართ და მათ შორის მედიის მიმართ. დღეს რაც არის ფინანსური სანქციები მათ შორის ჟურნალისტების მიმართ. ანუ ეს ახალი კანონმდებლობა რაც არის პროტესტის ჩახშობისთვის კემიმართული, ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობები, მე მაქვს ამჟამად 4 ჯარიმა გზის ხელოვნური გადაკეტვის გამო. თეთრი ფერის პიკაპი ჟურნალისტ გელა მთიულიშვილს წეროვანთან მაშინ აედევნა, როდესაც ის ჭიათურიდან თბილისში ბრუნდებოდა ჟურნალისტური მასალის მოსამზადებლად. საქართველოში პრესის თავისუფლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარების საქმეში. მე-20 საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველოს ჰქონდა ვალდებულება შეექმნა თავისუფალი და კრიტიკული მედია,
რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების ინფორმირებას და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალეობას. თუმცა, მედიის თავისუფლება 21 საუკუნეში გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა. ბოლო წლებია ჟურნალისტებს უკვე საჯაროდ და სისტემურად ემუქრებიან. 2021 წლის ივლისის საპროტესტო აქციის დროს მრავალი ჟურნალისტი გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. და მიუხედავად პოლიციის მობილიზებისა, იმ ტრაგიკულ დღეს ოპერატორი ლექსო ლაშკარავა შეეწირა. ივლისში გასაკვეთთა სამინისტრომ 2 პირი დააკავა, მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 2020-21 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს მედიის თავისუფლების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ვარდნა დააფიქსირეს. საქართველოს თავისუფალი მედიების მდგომარეობა გაუარესდა და ქვეყანამ დაიწყო უკუსლა მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ბოლო რამდენიმე წელში დაგროვებული სიძულვილისა და ძალადობის აკუმულირება მოხდა ჟურნალისტებზე თავად სახელმწიფოს მხრიდან. თუ აქამდე სახელმწიფო ზერელედ მაინც იცავდა ჟურნალისტებს მოძალადეებისგან, ახლა თავად გახდა მოძალადე. 2025 წელს კი მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 103 ადგილიდან 114 ადგილზე გადაინაცვლა. ანუ ერთად ევროკავშირის როლი ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას აქვს ვალდებულება დაიცვას დემოკრატიისათვის აუცილებელი პრინციპები, მათ შორის თავისუფალი მედიისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. Until recently, I worked at a media outlet, Tavari, and used satire. Not because I'm a comedian, but because sometimes the only way to report the truth is to make people laugh before they cry. Unfortunately, Georgia has become a prison, a very beautiful one, with mountains, wine, polyphonic singing, great literature, but a prison all the same. Only a few privileged families live in comfort. The rest, journalists, workers, actors, opposition figures, live in fear every day. Believe Georgia. Believe in your strength, your freedom, and your rightful place in Europe, because the world is watching and your future is worth every sacrifice. Gjerodes Sakartvelо.